პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო ბატონიური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთლიანად საქართველოს. ეს იყო ძალზედ შემზარავი და ტრაგიკული ტერაქტი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია სანდო წყარო მაცნობა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა ორგანიზაცია სახელწოდებით საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი. მათ კიევში აქვთ უზარმაზარი ოფისი დაქირავებული სწორედ აი ამ მიზნების განხორციელებისთვის და ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ყველა რეგიონში აქვთ ახალი ოფისები გახსნილი, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს რემონტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილმა კიევის მახლობლად გამართა შეხვედრა, სადაც დაგეგმილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და ამ ლიკვიდაციის ერთადერთი გზა არის საქართველოში მათი დაბრუნება. ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ეგრეთ წოდებულ უკრაინულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს აი ამ ბრძოლაში და აი ამ შეხვედრებზე უნგრეთიდან იყო წარდგენილი ზურაბ ადეიშვილი, ხოლო საქართველოსდან ჩასული იყო გიორგი ბარამიძე. ისინი აქტიურად განიხილავენ აი ამ სამოქმედო გეგმებს და ბატონი იურას ტერაქტიც აი ამ დაგეგმილი შეთქმულებების ერთ-ერთი დიდი ნაწილი იყო, რომელიც სრულყოფაში მოიყვანეს. მათ დაგეგმილი აქვთ ასევე ქვეყანაში სიტუაციის არევა, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ტერაქტები კიდე განმეორდეს საქართველოში, კერძოდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და მე მინდა რომ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართო, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში გამოიძიონ ბატონ იურა ვაზაგაშვილის გარდაცვალება და მობილიზაცია გააკეთონ როგორც საკუთარ სტრუქტურაში, ისე ქვეყანაში, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის ტერაქტები და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. საიდან აქვს ეს ინფორმაცია და თქვენ ამბობთ სააკაშვილის და ნაციონალურ მე გეტყვით, როგორც აღვნიშნე, ეს თავად როგორც 2014 წლის დეკემბერში, როდესაც მოხდა ეს შეხვედრა, ასევე ქონდა რუსთავი ორის მეშვეობით ბატონ სააკაშვილს პირდაპირ ეთერი, სადაც მან უკვე აი ამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა მუქარის ტონით იგრძნობოდა სააკაშვილის მხრიდან. ასევე აღვნიშნე ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციას მიაწოდეს ზუსტად ეს ინფორმაცია სანდო წყარომ, რომელსაც უბრალოდ მე ამ წუთას არ დავასახელებ. და მსგავსი ტიპის განზრახვები და მათ განზრახული აქვთ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, ისინი აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს უკრაინაში და მათი დაბრუნების ერთადერთი შანსი, რაც თავად ძალიან კარგად იციან, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ვერ დაბრუნდებიან. ამიტომ ისინი აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს უკრაინაში, ნიშნავენ თავიანთ წარმომადგენლებს და როგორც თავად სააკაშვილმა დაანონსა, იგი 2015 წლის ბოლოს უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ზუსტად აი ამ დაბრუნების წინაპირობა მუშავდება უკრაინაში, თუ რა გზით და როგორი გზებით უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. თუმცა ფაქტი ერთია, ეს უბრალოდ ლოგიკურადაც რო ვიმსჯელოთ, მათ აწყობთ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია, არეულობა, მოქალაქეებში და საქართველოს მოსახლეობაში შექმნან პანიკა, რომ ყველაფერი ინგრევა, ტერაქტები კეთდება, თითოეულ მოქალაქე ვითომ თავს გრძნობს დაუცველად და ამიტომ მიმართავ ზუსტად სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათი კომპეტენცია, მათი უფლებამოსილება, რომ გააძლიერონ ქვეყანაში საკუთარი სტრუქტურა და ასევე უსაფრთხოების სისტემები, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა, რასაც ქვია ტერაქტი. მე სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ის, რომ სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას უშუალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვია საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი. ანუ სიტყვასიტყვით არის ნათქვამი, თუ რა მიზნებს და გეგმებს ემსახურება ეს ორგანიზაცია და თუ რა გეგმები უნდა განახორციელონ მან სამომავლოდ და ზუსტად ამიტომ მოუწოდებ მე დიახ
იცით რა არის პირველ რიგში ეს თვითონ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის სანდო წყაროსაც რომ თავი დავანებოთ ასევე ახლა ახალ ნომერში დაიბეჭდა გაზეთ ალიაში მსგავსი სტატია რასაც ახლა მე უბრალოდ ბრიფინგის შინაარსით ვაჟღერებ და მოსახლეობას ასევე შეუძლია გაეცნოს ამ სტატიას მე ამ სტატიის შინაარსს უბრალოდ ვადასტურებ ალიას ყავს თავისი კონკრეტული წყაროები მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე სხვა წყაროები აქვს და ამ წყაროების საფუძველზე მე უბრალოდ მინდა ბრიფინგის ძირითადი მიზანი ეს არის რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენო რომ მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს ქვეყანაში სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებ პირველ რიგში რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ ქვეყანაში უსაფრთხოება იმიტომ რომ მიგვაჩნია და არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციაა რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული. მათი ძირითადი მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება. დავიწყოთ აქედან. ისინი ჩვენ თუ გადავავლებთ უახლოეს მომავალს თვალს ისინი არიან პირდაპირ გაგებით აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები რომ როგორმე დაიბრუნონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. მათ აქვს დაასახული მიზანი და ეს მიზანი ემსახურება საკუთარი რესურსების ფიზიკური იქნება თუ მატერიალური რესურსების გაძლიერებას და მათ უნდათ რომ დააბრუნონ ის 9 წლიანი მმართველობა რა პერიოდშიც საზოგადოება მიცხოვრა. არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩემი ორგანიზაციის პოზიციას აღვნიშნავ უბრალოდ რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დაუშვებთ რომ ხელისუფლებამ აწამოს ხალხი წაართვას ქონება, დაჩაგროს მოსახლეობა და ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ ძირითადი პოზიცია არის საზოგადოება. ანუ თუ საზოგადოება იჩაგრება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რომ დავდგეთ ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენლების გვერდით რომელთა უფლებებიც არის დარღვეული. ამიტომ უამრავი ფაქტები არის ამჟამადაც დევს პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმეები რომლებიც ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ზუსტად ამიტომ ხორციელდება კიდევ მსგავსი დამატებითი ტერაქტები და არეულობის მოწყობები და ასე შემდეგ. ხა გახსოვთ ალბათ ბათუმშიც რაღაც გარკვეული მანქანა ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს იქ კიდევ ბატონი იურას ტერაქტი მოუწყეს არის კიდევ რაღაც სხვადასხვა მაგალითების მოყვანა შესაძლებელია რომელიც ქვეყანაში იწვევს ერთგვარი შიშის განცდას და ზუსტად ეს შიში არის მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მათ უნდათ რომ ხალხს ჰქონდეთ იმის წარმოდგენა რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უუნარო ვერაფერს ვერ აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე არის დაუცველი და ერთადერთი გამოსავალი არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ისევ. ანუ ეს გარემოება უნდათ რომ შექმნან და მე ზუსტად ამიტომ გავაკეთე დღევანდელი ბრიფინგიც რომ ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმის რომ თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამ დაისახოს მიზნად რომ მოახდინოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იმიტომ რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა არის ეს და ეს არის ერთ-ერთი გეგმის ნაწილი. ბატონი იურას ტერაქტი კიდევ ერთხელ ვამბობ იყო იმ დიდი გეგმის ნაწილი რა გეგმაც შემუშავდა და მიზნად დაისახეს და ამიტომ მიგვაჩნია რომ არავითარ შემთხვევაში ნებისმიერმა მოქალაქემ და პირველ რიგში სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა იმიტომ რომ ამას ვფიქრობ რომ ქართველი ხალხი ნამდვილად ვეღარ გადაიტანს რა. იცი რა არის წყარომ უბრალოდ დამიდასტურა ის ფაქტი ანუ ეს წეღანაც აღვნიშნე რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა მსგავსი ტიპის ორგანიზაცია რომელიც წეღან დავასახელე ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანი არის გაძლიერება მათ ძალიან დიდი ოფისი აქვს კიევში დაქირავებული ჩაყავთ სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათ შორის საქართველოდანაც წეღან აღვნიშნე ზუსტად რომ მიწვეული ყავდათ გიორგი ბარამიძე და გიორგი ბარამიძე ეგრეთ წოდებული წარმომადგენელი რომელმაც ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი და კიდევ მსგავსი ძალიან ბევრი დეტალია უბრალოდ ეს ბრიფინგი არ ეყოფა რეალურად რაც რა დანაშაულებებით 9 წლის განმავლობაში მათ ჩაიდინეს
და მათი ერთადერთი მიზანი არის კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება. და ამ დაბრუნებისთვის ისინი აბსოლუტურად ყველაფერს იზავენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, იქ სადაც საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს ადამიანი, ამაზე მეტი შემზარავი ტრაგედია ალბათ არ არსებობს და არც ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას მსგავსი ტიპის შემზარავი ფაქტი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც აი ამ მაგალითის საფუძველზე, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და მათი დაბრუნების ერთადერთი გზა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და ამიტომ შესაბამისად მოუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს რომ მაქსიმალურად გააძლიერონ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემები რათა ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული თითოეული მოქალაქე დამთავრებული თავს გრძნობდეს ქვეყანაში უსაფრთხოდ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი